მოგესალმებით ეთერშია STASO TV-ის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად შეწყალება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძის გათავისუფლების ფონზე დააკავეს მისი ძმა ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. აღნიშნული ინფორმაცია ინტერპრეს ნიუს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა. რაც შეეხება კობა ხუნდაძეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იყო დაკავებული და რომელიც ასევე სუსის ინფორმაციით გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან თავისუფლეს. ადვოკატ მალხაზ ლაფაჩის განცხადებით ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს 16 იანვარს გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ადვოკატი არსაუბრობს კონკრეტულად რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი. ცნობისთვის გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად ხარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა მთლიანობაში 1,319,300 ამერიკული დოლარი ამოიღეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით პარიზში ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტ დელფინ ერნოტს შეხვდა. მისი თქმით შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა. პარიზში ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტ დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა. საზმაუს ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებები, გადაცემების დახურვა, თანამშრომლობის პოლიტიკური ნიშნით დევნა და გათავისუფლება, ანტიევროპული ნარატივი, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის სტატუსით დადგენილ და მოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება. შეხვედრისას ერნოტს გადავეცი საზმაუს თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ყველა დარღვევა, წერს ზურაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მთავრობის მეთაური ტრაგედიას X-ში ეხმაურება. გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანა, აღნიშნა ირაკლი ყობახიძემ. ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. სარკინიგზო ქსელის ცნობით ორივე მატარებელში 400 მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით სულ მცირე 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს. ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მსჯელი. სწორედ აღნიშნული სასჯელის ვადა ეწურება მას 23 იანვარს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ვაშაძე ციხიდან 8 საათზე გამოვა. შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე აიკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. 15 იანვარს გერმანიის საელჩოში შეხვდი საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას და ფოტო გამოვაქვეყნეთ. დღეს იმედი და რუსთავი ორი აცხადებენ, რომ შეხვედრა ფარული იყო და ირანის რადიკალური სცენარის წახალისება მოხდა. ეს სრული სიცრუეა, მსგავსი არაფრის განხილვა მომხდარა. გერმანიის სახელით ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარყოფ. ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საუბარი იყო ახალგაზრდების შეშფოთებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დაბლოკილია. ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმის ღრმად პოლარიზებული გარემოს შესახებ, სადაც განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებენ. რეალურად კი ეს დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება, წერს ფიშერი X-ზე. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. მათივე ცნობით დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მერიის ინფორმაციით ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად ბაგებში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილსერვის ჯგუფის დირექტორი გიორგი პაპავა. მერიის ცნობითვე 17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე განმარტებით შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. თბილისში ცივი და უმეტესად უნალექვა ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2-6, დღისით +2-6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს უნალექვა ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს უნალექვა ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3+3, დღისით +7+9 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ცივი და უმეტესად უნალექვა ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8-13, დღისით -2+2 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეების. რუსეთი-უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის ერთგულია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის გზის გამონახვის ერთგულები ვართ, განაცხადა ლავროვმა. მისი მტკიცებით უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის მხრიდან კეთილინების ნაკლებობა არასდროს ყოფილა, თუმცა დასავლეთი ყველა შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა. მისი მტკიცებით ევროპული ქვეყნები ცდილობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს. ისინი ყველანაირად ცდილობენ ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ, აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით ევროპელები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან. ევროპის ქვეყნებს მოვუწოდებ გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებს ნუ მიიღებთ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დავოსში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც აქ ყველას მოვუწოდებ არის ის, რომ დამშვიდ დიდ ღრმად ჩაისუნთქეთ და მოვლენებს განვითარების საშუალება მიეცით. ის რითიც პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის შესახებ იმუქრება ძალიან განსხვავდება სხვა საბაჭრო შეთანხმებებისგან. ამიტომ ქვეყნებს მოვუწოდებ, რომ თავიანთ საბაჭრო შეთანხმებებს მიხვდნენ, განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა. მისი თქმით, ცრუ ნარატივია, რომ თითქოს ევროპა საპასუხო ზომის თვალსაზრისით აშშ-ის ხაზინის აქტივების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ევროპული მთავრობები არ საუბრობენ, მედია ისტერიულად მოქმედებს, აღნიშნა ბესენტმა. შოკის მომგვრელია, რომ ჩვენი ბრწყინვალე ნატოელი მოკავშირე გაერთიანებული სამეფო ამჟამად დიეგო გარსიას კუნძულის ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის მავრიკისთვის გადაცემას გეგმავს და ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი X-ზე წერს. გაერთიანებული სამეფოს მიერ უაღრესად მნიშვნელოვანი მიწის გადაცემა დიდი სისულელის აქტია და კიდევ ერთი მიზეზია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის შესაძენად, წერს ტრამპი. მისი განცხადებით დანია და მისი ევროპელი მოკავშირეები სწორად უნდა მოიქცნენ. რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი. ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევსა და სხვა რეგიონებზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ იერიში. ომის დამნაშავე პუტინი ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ გენოციდურ ომს აგრძელებს. უკრაინელი ხალხის გამძლეობა არ შეიძლება ომის გაგრძელების საბაბი იყოს, ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, წერს სიბიგა X-ზე. მისი თქმით, პუტინის ბარბაროსული დარტყმა დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებისთვის გამოღვიძებია. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა სასწრაფო და აუცილებელია. უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გარეშე ევროპაში მშვიდობა არ იქნება. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი, აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.